თვითმმართველობის დონეზე რა ცვლილებებს ელოდებით იქნება რამე, თუნდაც საკადრო ცვლილებებს თუ ელოდებით, ხომ? არ დაგიმალავთ და აი როგორი მომენტია, იცი, არ დაგიმალავთ და ეხლა რა ვიცი, ამ ეთერსაც თუ ვინმე უყურებს, მე მგონია, რომ პასუხისმგებლიანი მოქალაქეების ვალდებულება არის, რომ სირცხვილის კორიდორი გაუკეთოთ მაგათ. აი აქედან ვეუბნები, აი იმ დღეს 30 ოქტომბერს როცა უნდა შეიკრიბონ, 30 ოქტომბერს გაუკეთოთ სირცხვილის კორიდორი, დაუხდეთ დილით, ვისაც მიგვაჩნია, რომ ეს არ იყო არჩევნები, ვისაც მიგვაჩნია, რომ ესეთი არ უნდა იყოს ეს ქვეყანა, როგორიც დღეს არის და ვისაც მიგვაჩნია, რომ აი ეს ჭანჭიკებიც კი, რომლებიც ამ წუთში საკრებულოებში 800 და 600 ლარის ხელფასის გულისთვის შეცვლიდებიან და იკადრებენ ყველაფერს, რასაც დაავალებს პარტია, აი ესეთი ადამიანები როგორც მინიმუმ, აი პირველ სხდომაზე, როცა შედიან საკრებულოში და თავისი უფლებამოსილების ცნობა უნდა მოხდეს, აი იმ პირველ საკრებულოს სხდომაზეც უნდა გავაფრთხილოთ და კიდევ ერთხელ უნდა გავუკეთოთ განაცხადი გარეთ, სანამ ისინი შევლენ და განთავსდებიან ადმინისტრაციულ შენობაში, უნდა კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ ისინი არიან რეჟიმის სიმყარის წარმომადგენლები, რეჟიმის ჭანჭიკები, რომლის გარეშეც ვერანაირი ივანიშვილი, ვერანაირი რუსეთი, ვერანაირი ტირანია და ავტორიტარიზმი ამ ქვეყანაში ვერ გამეფდება. ეს პატარ-პატარა ჭანჭიკები, რომლებიც 400, 500, 800 ლარის ხელფასების გულისთვის საკრებულოში უნდა შეძორნენ ეხლა და მერე ხელი მოითმონ ნაირ-ნაირად, აი ეს ადამიანებიც საამწუხაროდ ბევრი კარგი ადამიანიც ჯერჯერობით ამ ეტაპამდე ხართ აი იმ სიბინძურის ნაწილი და თავარი შემადგენელი ნაწილი. ამიტომ თუ ვინმეს შემსავით გავთ იმის განცდა, რომ ამათ უნდა კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ სათქმელი რაც არის, საუკეთესო დღე იქნება 30 ოქტომბერი, შევიკრიბოთ საკრებულოს წინ და გავუკეთოთ მათ განაცხადი, ვიდრე ისინი შევლენ და ჩვენგან გადახდილი გადასახადებით განთავსდებიან დათბილებულ კარგ კაბინეტებში, კარგ სავარძლებში და დაიწყებენ ქვეყნის მიტაცებას.